გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს დაავადების გავრცელების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ის არა მხოლოდ იცავს ინდივიდს მძიმე დაავადებისგან, არამედ ამცირებს სამედიცინო დაწესებულებების დატვირთვას და ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას ყველაზე დაუცველ მოსახლეობაში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აქტიურდება. ამიტომ ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის ევროპული ქვეყნების შტატები, კანადა და საქართველო ვაქცინაციის აქტიურ კამპანიას ოქტომბრის დასაწყისიდან ან შუა რიცხვებიდან იწყებენ. დროული აცრა საუბარია ოქტომბერი-ნოემბრის პერიოდზე აუცილებელია, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბება საშუალოდ 2 კვირა სჭირდება. ქვეყნებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი მაგალითად სამხრეთ კორეაში ფიქსირდება, სადაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის დაახლოებით 86% იცრება. განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში საუბარია 65 წელზე მეტი ასაკის პირებში. გრიპის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი დანიაში ფიქსირდება. ვაქცინაციის მაჩვენებლით ჩილე და დიდი ბრიტანეთიც ლიდერობენ. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, მათ შორის ერთ-ერთი ბულგარეთია. ქვეყნის მოსახლეობა ვაქცინის მიმართ ღიაობით სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. გრიპის ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიწყო საქართველოშიც და რაც ყველაზე მთავარია, ვაქცინაცია სრულიად უფასოდ პოლიკლინიკებში, ებექსის და დიდი კლინიკების ფილიალებშია შესაძლებელი. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200,000 დოზა ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქსი გრიპ ტეტრა ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსაოდნელია გრიპის სეზონზე. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით დღეს ვაქცინაცია ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ამის მიუხედავად მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმუნიზაციის მიმართულებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას. პროცესის ერთ-ერთი მთავარი წინაღობა მითებია. გადავწყვიტეთ ყველა ის მითი დაგვემსხვრია, რომელიც დღეს იმუნიზაციასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალურია. მითი ნომერი 1. გრიპის სერიოზული არ არის, ამიტომ ვაქცინა არ მჭირდება. გრიპი საკმაოდ სერიოზული ვირუსული ინფექცია, რომელსაც სიკვდილობის მაღალი პროცენტი ახასიათებს, განსაკუთრებით დაბალი ასაკის ბავშვებში, ხანდაზმულებში და ადამიანებში, რომელთაც აქვთ თანხმლები დაავადებები ქრონიკული. რაც უფრო მეტი ასაკის არის ადამიანი, მეტი თანხმლები დაავადება, ნამდვილად მითია და უნდა დავანგრიოთ, იმიტომ რომ გართულებებიც საკმაოდ ბევრი აქვს. მარტო შარშანდელი სეზონი ჩვენი საქართველოს მონაწილეები რო ავიღოთ, პნევმონია იყო ძალიან ბევრი, რომელიც გართულ და გრიპის შემდგომ პერიოდში, ამიტომ გრიპი არ არის უბრალოდ დაავადება. მითი ნომერი 2. გრიპის ვაქცინა თავად იწვევს გრიპს. გრიპის ვაქცინა არ არის ცოცხალი ვაქცინა. იმიტომ არის სწორედ ორსულებისთვის, ანუ რისკ ჯგუფში შედიან 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვები, ორსულები და 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები. რადგანაც ორსულისთვის შესაძლებელია რომ აიცრას, მარტო ამითაც უნდა იფიქრონ, რომ ეს არ არის ცოცხალი ვაქცინა, ამიტომ თვითონ გრიპის ვაქცინა აცრის შედეგად კლინიკურ ნიშნებს არ იძლევა. ვიღაცებს შეიძლება ეშლებათ MMR, ესე ლათინურად, ანუ წწ ქართულად, წითელად ყაყურას ვაქცინა, ეს არის დასუსტებული ცოცხალი ვაქცინა, რომელიც აცრის შემდეგ შესაძლებელია წაშლილი ფორმით დაავადება განვითარდეს. გრიპის ვაქცინა არ იწვევს. მითი ნომერი 3. გრიპის ვაქცინას შეუძლია სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ვისაც აქვს ვიცით დადგენილი ალერგია კვერცხის ცილაზე ან ქათმის ცილაზე, ასეთ ადამიანებთან უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ და თქვათ არ უნდა ავცრათ. ან თუ ერთხელ აიცრა ადამიანი და მას დაემართა ანაფილაქსიური შეხვი აცრის შედეგად. სხვანაირად სხვა გვერდითი მოვლენები განსხვავებულად სხვა ვაქცინებისგან გრიპის ვაქცინას ნამდვილად არ აქვს. მითი ნომერი 4. ვაქცინა გავიკეთე, მაგრამ მაინც შემხვდა გრიპი. ესე იგი ის არ მუშაობს. გართულებები იმდენად ბევრი აქვს დაავადებებს, რომ ჩვენ გვიცავს აცრა გართულებისგან, მაგრამ სადღაც 60%, 80%-ით გვიცავს თვითონ დაავადებისაგან. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ნებისმიერი გრიპის ვაქცინა, რომელიც ყოველ წელს ახალი მზადდება, იმაზე გათვლით, თქვათ, რომელი 4 შტამი იქნება იმ წელს აქტუალური და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შემთხვევების მატება და ეპიდემია, თქვათ. 2A და 2B შედის წრევანდელ ვაქცინაში, როგორც წესი ესე შედის ხოლმე, მაგრამ
შტამები იცვლება ზოგჯერ და შესაძლებელია სხვა ვირუსი შეხვდეს ადამიანს და ყველაფერს გრიპს ეძახიან. ზამთრის სეზონში გრიპის A და B ტიპის გარდა ცირკულებს ძალიან ბევრი სხვა ვირუსი. ყველა იძლევა კლინიკურ ნიშნებს დაახლოებით ერთნაირს და გონიათ ხოლმე ზოგჯერ რომ თუ ტესტი არ ჩაიტარა და კვლევა რომ გრიპით დაავადდა, ამ დროს შესაძლებელია მას სხვა ვირუსი შეხვდეს. მითი ნომერი 5. ორსულად ვარ, ამიტომ გრიპის ვაქცინა არ უნდა გავიკეთო. პირიქით, ორსულმა უნდა გაიკეთოს, იმიტომ რომ ორსული, როდესაც გაიკეთებს გრიპის ვაქცინას, ის დაცულია მთელი ერთი წელიწადი 11 თვე, 12 თვე ეს ვაქცინა იმუნიტეტს იწვევს და გრძელდება იმუნიტეტი, ამიტომ ის ადამიანი დაცულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაყოფისთვის ძალიან საშიში შეიძლება იყოს ძიმედ განვითარებული გრიპი და ორსულები რისკ ჯგუფებია, იმიტომ რომ უფრო მოწყვლადი ფენა ორსულები და ადვილად შეიძლება თქვა გართულებები გამოიხატოს, მათ აუცილებელია რომ აიცრან ორსულები. მითების საწინააღმდეგო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს საზოგადოებას უარყონ მითები და ყოველწლიურად ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ეს არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი საშუალება სეზონური გრიპით გამოწვეული სერიოზული ავადობისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად.